დაპირებისამებრ ჩვენ ვიწყებთ გადაცემათა ციკლს ჯაბა ექიმთან. მე ვარ მეგი საჯაია და დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჯაბა ექიმი. მოგესალმებით. ჯაბა ექიმო, თქვენ ხართ ძალიან საინტერესო დღევანდელი საზოგადოებისთვის. მოდით დავიწყოთ თქვენგან მოვისმინოთ იმის განმარტება თუ ვინ ხართ თქვენ. იმედია რომ მართლა საინტერესოა. და რატო ხართ საინტერესო? იმედია. იმიტომ რომ ჩემ ცხოვრების ესე ვთქვათ ძირითადი მიზანი არის ის რომ ადამიანებს ხელი შეუწყო იყვნენ ჯანმრთელები, იყვნენ ღრებძელები და იყვნენ ხალისიანები. ხალისი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანმრთელობისთვის სხვათა შორის. გამოჯანმრთელებისთვის ყოველ შემთხვევაში. მე ვარ სტავმალობითი ესე დავარქვათ ექიმი, იმიტომ რომ ჩემიც ექიმია. ჩემიც ექიმი იყო, პავლო ექიმი იყო. მთელი ჩემი ცხოვრება ტრიალებდი ამ გარემოში და უყურებდი ადამიანებს, რომელიც დიდად მოდიოდნენ ჩივილებით. მქონდათ პრობლემა და სამწუხარო ფაქტი, რაც აი ბავშვობიდან გავაცნობიერი, მეგობრობდა იმაში, რომ ჯანმრთელობას ვერც იყიდი, ვერც კაცვლი, ვერაფერში, ესე ვთქვათ, სხვა რამე არ არსებობს ეს. ანუ ჯანმრთელობა არის ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის. ჯანმრთელობა არის შემოქმედებითი პროცესის შედეგი. ადამიანი თუ არ არის შემოქმედი, ადამიანი საკუთარ თავს თუ არ ხვეწავს, ის ჯანმრთელი ვერ იქნება. არ არსებობს წამალი და სამედიცინოსი და ვთქვათ манипуляციები არის დროებითი დამხმარე საშუალებები. დიახ, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესს ზოგადად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე როგორც ვიცი, თქვენ გარდა იმისა, რომ ხართ თერაპევტი და ვიწრო სპეციალიზაციით ფსიქიატრი, ამასთან ერთად ხართ იმორტოლოგი. მოდით ავუხსნათ ახლა ჩვენს ახალგაზრდებს თუ რა არის იმორტოლოგია, რა მეცნიერებაა ეს და თქვენ როგორ ეხმარებით ადამიანებს გამოჯანმრთელებაში? იმორტოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს რადიკალურ გაახალგაზრდებას. ანუ იმას თუ როგორ გავხადოთ თქვათ 80-100 წლის ადამიანის ორგანიზმი 24-30 წლის ორგანიზმად. თავს ფიზიოლოგიით, გარეგნობით და ასე შემდეგ. ასევე ამ ბოლო დროს იმორტოლოგიას შეერწყა ეგრეთ წოდებული რეგენერაციული მედიცინა, რომელიც არის დაკავებული იმითი, რომ ორგანოებს საკუთარი უჯრედებიდან ადამიანებს უკეთებენ ორგანოებს. უკვე დიდი წარმატებები ამ დარგში. ეს არ არის ახალგაზრდობის ტექნოლოგია, თუმცა ეს არის ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა და რაც თავარია, ეს რიგი რო დგას გვამებზე და გვამიდან ამოღებულ ორგანოებზე, ეს რიგი ნელ-ნელა კლებულობს, იმიტომ რომ ყოველ დღე არა, მაგრამ ყოველ წელს ახალი ორგანოს კეთებას ვსწავლობთ და ხდება საკუთარი უჯრედებიდან გაკეთებული ის უკვე ნარჩუნდება ორგანიზმში და ადამიანს აღარ უწევს გარკვეული პრეპარატების მიღება, რომ არ მოხდეს ათარჟენია განდევნა ქსოვილის ამ ორგანოსი. მარტივად რო ვთქვათ, პირველ რიგში მაინც აქცენტი კეთდება დღეს, აქცენტი იმაზე, რომ არ დაგკარგოთ ადამიანები, არ მოკვდნენ იმის გამო, რომ თქვა თითქმელი არ არის გული არ არის, უკვე გულზეც სხვა შორის უკვე ღვიძლი და ასე შემდეგ. გასაგებია. და მე როგორც ვიცი, თქვენი ძირითადი მიზანი არის ადამიანებს ასწავლოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, წლისმის კულტურა და ასე შემდეგ და არა ის, რომ უკუნალოთ მას ძლიერი პრეპარატებით, მედიკამენტებით და ასე შემდეგ. ანუ ეხლა რაც თქვით, მაგრამ ებრძვით დაავადების მიზეზს და არა შედეგს. რა თქმა უნდა. ძირითადი ჩემი კი არა ეს მედიცინის სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ადამიანისთვის დაწყებული სანაცვლოდ დამთავრებული მკურნალი ექიმით არის ის, რომ ადამიანი რომ მოვა რაღაც პრობლემით, რა თქმა უნდა ეს პრობლემა უნდა გადაუწყვიტო, მაგრამ ისი არ უნდა გაუშვა, რომ ყველაფერი არ გააკეთო იმისთვის, რომ მას შეუცვალო ის ჩვევები, რამაც მიიყვანა ამ პრობლემამდე და შესთავაზო და დააჯერო და არწმუნო აითვისოს სხვა ჩვევები, რომელიც ამ და სხვა პრობლემებს თავიდან ააცილებს. ანუ მკურნალი ექიმის მიზანია, რომ ადამიანები არ მიდიოდნენ, არ ჭირდებოდეთ ექიმთან მისვლა. ექიმთან ვიზიტი. ძალიან დიდი იმედი მაქვს ჯაბა ექიმო, რომ თქვენი რჩევები და თქვენი გადაცემა ჯაბა ექიმი გირჩევთ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას დაეხმარება, აითვისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი.
რაც სულაც არა რთული.